თრიალეთს ხურავენ. ხელისუფლება და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიზანმიმართულად ებრძვის ტელერადიო კომპანია თრიალეთს. ეს არის ზეწოლა სიტყვის თავისუფლებაზე. ყოფილიყო კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია. ამ შემთხვევაში ერთ ტელევიზიას მიანიჭებდა ხელისუფლება უპირატესობას, მეორე საზიანოდ, მაგრამ სხვანაირად არის საქმე. პირიქით არის კონკრეტული ტელევიზია მაგალითად, რომელიც არის პირდაპირ აგენტურულ საქმიანობას ეწევა, პირდაპირ სამშობლოს წინააღმდეგ ეწევა მტრულ საქმიანობას და მას აქვს მიმდინარე დავალიანება აქვს კონკრეტულ ტელევიზიებს, სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ ტელევიზიებს და მათ მიმართაც აქვს იგივე მიდგომა სახელმწიფოს, რაც რუსთავი 2-ის ან სხვა ტელევიზიების მიმართ. ამიტომ პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარი აქ არის აბსოლუტურად უადგილო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, რამდენადაც მე ვიცი, ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა და ჩვენ ვიხდით ამ ვალს ნაწილ-ნაწილ ყოველთვიური. სხვებს მილიონობით ვალი, შეღავათი, თრიალეთს ნაკლები ვალი ბლოკირება. ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას და სამართლიანობას. მე ვარ ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი. ტელერადიო კომპანია თრიალეთში 10 წელზე მეტია ვმუშაობ და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ამ კედლებში ტელევიზიაში ყოველი დილა იწყება იმით, რომ სიმართლე მივიტანოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან. მე ჩემი კოლეგები ყოველთვის ვიბრძოდით იმ რწმენით, რომ თავისუფალი სიტყვა ხელშეუხებელია. თუმცა ახლა ამ ყველაფრის კეთება თითქმის შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ენერგია აღარ გვაქვს, ან სურვილი აღარ გვაქვს სიმართლის დაცვის, ან საყვარელი საქმის კეთების, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალაუფლება წყვეტს, ვინ დარჩეს მედია სივრცეში და ვინ განადგურდეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავადად თქვა, რომ ზოგიერთ მედია ორგანიზაციას დავალიანებას პატიობს, ზოგიერთის კი მოხდა ვალის რესტრუქტურიზაცია იმ დროს, როდესაც თრიალეთის ანგარიშები დაყადაღებულია. ვთვლი, რომ ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დავალიანება, არამედ ეს არის ზეწოლა და შეტევა თავისუფალ სიტყვაზე და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეიძლება დაგვიყადაღოთ ანგარიშები, გაგვითიშოთ აპარატურა, მაგრამ მე და ჩემი კოლეგები ვთვლით, რომ ჟურნალისტის პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ დავიცვათ სიმართლე და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი აღარ იქნება. შერჩევითი სამართალი, უსამართლო მმართველობა. მე ვარ სოსონ ჯედრიშვილი, 20 წელზე მეტია ტელეკომპანია თრიალეთში მუშაობ ვიდეო ოპერატორი. ძალიან მეყვარს ჩემი საქმე, ჩემი კოლექტივი, ჩემი სამსახური. 36 წელი არსებობს ტელეკომპანია თრიალეთი, რა არ გადაუტანია სხვადასხვა ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ასეთი უსამართლობა ჯერ არ შეგვხვდა. სხვებს ჩუმად ურიგდებიან, თრიალეთს ანადგურებენ. არ არის თანასწორობა. სიტყვის თავისუფლების გამო გვდევნიან, გვეუბნებიან თავისუფლები ხართო. არა და ზურგიდან გვივლიან და გვახჩობენ. უსამართლობა, ძნელი ამდენ უსამართლობას გაუწევს. ერთს რესტრუქტურიზაცია, მეორეს განადგურება. მე ვარ შოთა დუდკინი, წარმოშობით ვარ უკრაინიდან, მაგრამ დავაიბადე საქართველოში. თრიალეთში მუშაობ 2016 წლიდან საეთერო განყოფილების ხელმძღვანელად. უკანონო შეზღუდვების გამო რამდენიმე თვეა ხელფასის გარეშე გვიწევს მუშაობა. საიტზე GoFundMe მეგობრების დახმარებით შევქმნით ტელეკომპანია თრიალეთის დახმარების ფონდი, სადაც ძირითადად ამერიკელები, უცხოელები და განსაკუთრებულად უკრაინელები გვიწევენ დახმარებას. X პლატფორმაზე ჩვენი მეგობრის Godbesniks და მისი გამომწერების დახმარებით შეგროვდა გარკვეული თანხა, ითი დავაფინანსეთ ერთ-ერთი საოპერაციო ხარჯები. მე ძალიან მიამაყება, რომ უამრავი უკრაინელი დაგვიდგა მხარში, რომ გადავარჩინოთ თავისუფალი მედია საქართველოში. ადამიანები ომის დროსაც ცდილობენ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია დაიცვან ხელისუფლების უკანონო ზეწოლისგან. დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით უკრაინელ ჩვენ მხარდამჭერებს. დღეს თრიალეთი, ხვალ ყველა. გაზიარე, დაიცავი თავისუფალი მედია.